სახლი გაყიდეთ იმისთვის, რომ ფილმი გადაგეღოთ. დავანტრიე ყველაფერი და კახეთი ძალიან გაბრაზდა ამაზე. მე თვარ უნდა ვამბობ. მორგში მუშაობდა და რომ მომისაჯონ ხო? კიდე გავივლი. ბოლო ადამიანი, ვისაც ლიკა ქავჟარაძე ესაუბრა. ამას სვამდა გასახდომს. აი როგორ აღდგა ეგ ურთიერთობა? შეაფარა თითქოს ჩემ ჩრდილს თავი. არის ეს ეხა სინანულის მიზეზი? არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა. ეს სკანდალურია. ორივე იყო უზურპატორი. მე მაქვს ერთი ფოტო. ამუჭერით რა. თქვენ გაგიბრაზდნენ 21 წლიდან მიკერებდნენ. მე მახსოვს ესეთი ამბავით, რომ იმდენად ბევრჯერ წამოვეგე ჩემი თავის მიერ დაგებულ ანკეზე. მე აქ უნდა ყოფილიყავ. ზაზა კოლელიშვილი, რომელსაც შეეძლო უფრო მეტისთვის მიეღწია, გახდა სასმელის მონარქი. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ შანტრაპა და ბევრი ვიფიქრეთ თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დღევანდელი ჩემი სტუმარი და ვისთან დიალოგი იქნებოდა საინტერესო. და ის ადამიანი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, იმ ათწლეულების განმავლობაში, რაც ის პროფესიულ საქმიანობას ეწევა, უნდა გითხრათ, რომ 70-ზე მეტ ფილმში შეასრულა მნიშვნელოვანი როლი. ეს არა მხოლოდ ქართულ, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით არის ეს ფილმები. 70-ზე მეტი ადამიანის ბედისწერა და 70-ზე მეტი ადამიანის რეჟისორის ხელწერა გვაჩვენა მან საკუთარ საქმეში. და პირველივე როლზე, რომლითაც მოვიდა ის ქართულ კინოში, 600-ზე მეტ ბიჭს შორის არჩიეს. თუმცა ეს კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მოქანდაკე. იმიტომ რომ მქონდა ამის მონაცემები, შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან ცნობილი მხატვარიც, ის არაჩვეულებრივად ხატავდა და ხელბურთელიც ამის მონაცემებიც ჰქონდა და ვარჯიშობდა, ემზადებოდა პროფესიული კარიერისთვის. თუმცა ბავშვობაში ჩაპლინის ფილმებმა, რომლებიც ნახა მან, მიახვედრა რომ კინო იყო ის გზა, რომელიც უნდა მას გაეკვალა და ასე დაიბადა. ეს სიტყვა რაღაცნაირად ვარსკვლავი არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ თითქოს ბოლო დროს ამ სიტყვას დაეკარგა ის მთავარი მნიშვნელობა, მაგრამ თუ ვინმეა ჩვენი კინოს ლეგენდა და თუ ვინმეა ნამდვილი ვარსკვლავი, მაგრამ ამავე დროს ძალიან თავმდაბალი, აი ვინც კი მას იცნობს და ვისაც მასთან აი პატარა დიალოგი მაინც ქონია, მიხვდება რომ ის არის ასეთი და მინდა წარმოვადგინო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჩვენს კინოში, ბატონი ზაზა კოლელიშვილი. გამარჯობა ბატონო ზაზა. გაგიმარჯოს ზაკ და გაგიმარჯოთ ყველას. ჯერ გილოცავთ ამ ნეტარბუდობას. აი ახალი სიტყვა. და თქვენ ხო გვასწავლეთ მეყურდბალიში. აი ნეტარბუდობის დღეს გილოცავთ და შანტრაბა. გამახსენდა ოთარ იოსელიანი. გამახსენდა ის დღეები, რაც მე და ბატონ ოთარს ნუგზარ ერქომაიშვილს ვაჟა მაჩაიძეს, ძმებს ბატონ თენგიზარჩვაძეს. ვაიმე, რამდენ კაცს და მე ვარ ცოცხალი, ისინი უკვე იქით არიან. კონდა იყო ძალიან დიდხანს. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამდენი რამე თუ მეყოფილვარ, ნამდვილად არ ვიცოდით, თუმცა ამ 70 როლს მიუმატებ იმას, პლუს 70 წლის ვხდები. ხო. კი. და სახლი გაყიდეთ იმისთვის, რომ ფილმი გადაგეღოთ, ჯერ ერთი მერე სხვა ფილმზე ამაზეც გადავალთ საუბარს, მაგრამ პირველი თემა რითიც მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი არის ის, რომ 78 წლის 15 სექტემბერს დაიძინეთ და მეორე დღეს გაიღვიძეთ ვარსკვლავმა. ანუ შედგა თენგიზ აბულაძის შედევრის პრემიერა. და მე მაქვს ერთი ფოტო, აი ფოტო შეკითხვით მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი. აი ეს მაყურებელმა რომ ნახოს და ამ ფოტოს ეს არის? ხო. ეს არის მე მაქვს ნეგატივი. ეს არის, ეხლა დავბეჭდე, ამოვბეჭდე ერთიც არის სახში, მაგრამ რაღაც ეს არის სინჯების ის არის, სადაც მედალიკა ვართ გადაღებული და ესეთი ლამაზი არ არის, ის გახუნებულია უკვე და ნუ თირზე მაინც ნახეთ და ლიკა არის 15 წლის, მე ვარ სადღაც 18 წლის და ნიშანიც აქვს სამიანი, ანუ მესამე ფოტოა იმ სინჯის, ხო? ხო, ბოლოა ეს და უკვე დაგვამტკიცეს ამით, ეს ფოტო რო მოკლედ გადაიღეს ფოტო და ნეგატივი უკვე მე მომცეს. კინოფირია ეს. უკვე რო გაამშყავნეს. და ახდა ეიფორია ამ სინჯებს?
1500 გოგო ლიკაზე გასინჯეს, 600 თქვენზე. მაგრამ თენგიზას იქ ვეყავდა ლიკა და სოსო. ჩემზე ვიცი რომ გასინჯეს და მე ეგ მახარა ბიძა ჩემა, რომელიც ჩამოვიდა სპეციალურად. აი რა ბედი გაქვს მე მეუნება ბიძა ჩემი, თუ კი რამეა კარგი ჩემში არის ამ კაცის შრომა და გაზრდა როგორც мама, როგორც დედის ძმა იყო და ეს იყო გია მატარაძე რეჟისორი, რომელიც აი ესე მზრდიდა და თუ კი რამეა, კარგი ალბათ ეს გიასია, მაგრამ ცუდი ეს ჩემი აფიადი რა. და მაგ ახარათ რომ შენ რა ბედი გაქვს. რა ბედი გაქვს ბიჭო, აი ესე ვთქვიო რომ არიოლ და რეშკა ავაგდეო, თუ არიოლია ზაზას დაამტკიცებენო მირე და ისა მივედიო თენგისთან და დამტკიცებულიაო როლზეო და წამოვედიო პირდაპირ გაგრაში მივდივარო და მე ვთქვიო რომ გადავხო ბარემო და საჩუქრად წამიყვანა გაგრაში რომ მე ჩამოსულიყავი და თან გამზადებდათ იქ აი მაინც თვითონ ხო რეჟისორი ყო ამ ფილმზეც მუშაობდა და გელაპარაკებოდათ არა ეს არა გადაღებაზე არა იმაზე არა მაგრამ როცა აი სცენაში შენ ისი მოყოლილი მაქვს მათრახის სცენას ვეძახდი მე ლიკა მიჭირავს და ამტრევ რაღაცებს ორი დუბლი გადავიღეთ და ამ ორ დუბლში იყო რა იცი ჩვენ ხო გამოცდილება არ ქონდა ემოცია ცოტა ჩვენთან ეძახდნენ ნაიგრიშს ან ცოტა მეტი მოდიოდა მეტი მოდიოდა კი არა ცოტა ხელოვნური იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო იქ არავინ არ გატორმუზებდა შენ მუხრუჭით არავინ არ მუშაობდა ისე რომ შენ ისა ცოტა ნელა და ისა შენ უნდა მთელი გულით და სულით ოღონდ ნაღდი უნდა ყოფილიყო და აი როდესაც აი გამიჭირდა ნამდვილად მე თორე ლიკას არაფერი ისეთი ამოცანა შეშფოთებული იყო ისედაც ლიკა იმიტომ რომ იქ დავანტრიე ყველაფერი და ბატონმა თენგიზმა თქვა ეს დუბლი თუ არ გამოვა მე ამ სცენას ვიღებ კინოდან ну გარეთ გამოვედი ჩამომტირი სხვიპრი და ბიძა ჩემი მოდის და რა შვებიო კაცო კაცი არა ხარო ხო შენი ისაო იმედი მაქვს რომ მხარზე მომადებ რამე რო იყოს რაღაცაო და როგორო კაც საყვარელი ქალიო ღალატობსო ეჭვი გაქო ხო აბა ერთიო მიდი კაცურათო არაფერი სხვა მეტი არაფერი არ თქვი არ ვიცი იქ ცოცხალი ჩიტი შემოფრინდა ნაღდად ჩიტიც მოვკალი ლიკა ცახცახებდა რომ აიღო ხელში ეს ჩიტი ხო და თავი ქონდა წაწყვეტილი კვეხნით კი არ ვამბობ იმდენად რაღაცა გაჩნდა და დაიბადა რომ მივხვდი ის იყო ჩემთვის გაკვეთილი როგორ უნდა მობილიზება გავუკეთო იმას რასაც მსახიობობა ქვია ძალიან არ მიყვარს სიყვა არტისტი არტისტი მსახიობს არ შეფერება მსახიობი არტისტი უფრო აი ხელოვანი ზოგადი მცნება ხელოვანისა ეს მხატვარიც არტისტია თანამედროვე კომპოზიტორიც და რა ვიცი ყველა შეიძლება ხელოვანი იყოს რაღაც მაგრამ მსახიობია რა მოკლედ ანუ ეგ პირველი სცენა იყო გაკვეთილი ხო მაგრამ ეხლა ნახე მანამდე კიდე იყო ერთი პასაჟი ვიცი რომ მაინც შემეკითხები მაგას შენ კადრირებას რომ ხატავდით ნატურის ხისთვის იქ ხატავდა გია აბულაძე ბატონ თენგიზის შვილი საწყალი ცხონებული ასხაპ აბაკაროვი რომელიც კოსტიუმების მხატვარი იყო და კუბაჩიდან იყო დაღესტნელი ავარელი იყო ავარელი ეს მანამდე რო იღებდა სამკაულით ჩემი სატრფოს აბულაძე იქაც მუშაობდა ალბათ ხო ხო იქ მუშაობდა კოსტიუმებზე იმიტომ რომ მაგის სოფელში იყო გადაღებები გიამ უთხრა ამასაც შეუულია ხატოო და იქნება რამე კალამი ფურცელი მიცეთო და მაშინ მიდიო ავტოდაფეს სცენაშიო მე მინდაო შენი ასკადროები რომ გააკეთო და აი ლიკა რომ მიჭირავს ხელით და რაღაცები ეს ჩემი ფანტაზიით თვითონ უნდა რაღაცები დამეხატა და ეს არ გაჩერდება მსახიობად
ეს რეჟისორობასაც ხო და ისი აკეთდა ყველაფერი. გავიდა რამდენიმე ათწლეული და უკვე არა, რო შევედი კიდე. გიორგი ხო ჩემი მეჯვარე იყო. შენგელაია. ხო, არ მიმიღო. ჯგუფში. ხო, მე ბავშვები მინდაო კაცო, რომ ვასწავლო და შენ რაღა უნდა გასწავლო კაცო. მეორე წელს დავიწყე უკვე კინოს გადაღება მე თვითონ. აი, ყველაფერი არის აკინძული, გიამ არ გადამიღო მოკვეთილში. მე დავიწყე კინოს გადაღება. ნახე, იქ რაღაცა ვიგრძენი, რომ წავიდა ქვემოთ. მე ამოვქაჩი ჩემი თავი, რომ დაუმტკიცო სხვებს, რომ მე კინოს გადაღება შემიძლია. იცი რა არის და ბოლოს ეხლა მივხვდი, 60 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩვენ დაბრკოლებებს ჩვენ თვითონ ვეუქმნით ჩვენ თავს, რომ ზოგჯერ წავაგოთ, ზოგჯერ ფონს გავიდეთ, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაწყნარდე. კი, ეგ მაგაში მოგყვებით. მე არა, გეტყვი. მე უკეთეს გეტყვი. აბა. როდესაც შენ თავთან დამარცხდები, აი მაშინ არის ყველაზე დიდი ტრაგედია. როდესაც შენ თავს განაწყობ არა ეგოისტურად, არამედ იმათ, რომ ღირს ჩიტი ბრდღვნად და ეს ჩიტი შენვე ხარ, შენ ჩაიგდე თავი ამ მდგომარეობაში. მაგრამ აქ შემოგეწინააღმდეგებით, რომ იმ პოპულარობის მქონე ბიჭს და კაცს, რაც თქვენ გქონდათ, ნუ პოპულარობას მე თავი დავანებოთ. დაკავებული იყავით ფილმიდან ფილმში, ხო, მაგრამ მაინც ეს სურვილი ჩნდება, რომ კიდე მეტი გააკეთო. არა, მე გეტყვი, ხო. არ მწხვენია, ხო, მე შენთან ვიტყვი. დალებამ იმდენი შემიშალა მე ხელი. იმდენად ბევრჯერ წამოვეგე ჩემი თავის მიერ დაგებულ ანკეზე, რომ ვიცოდი, რომ მახია. რომ ან მე დეგენერატი უნდა ვყოფილიყავი, ან უნდა ვყოფილიყავი, აი ის რაც თქვათ დღეს ვარ. დღეს რო ვარ, მიხარია. მე რომ მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარ, იმიტომ რომ 15 ზაზას მოუგეო მე. სხვადასხვანაირებს. აი ბრძოლებს ხო არ ამოაგდებდით თქვენ ცხოვრებიდან, რაც არა ხო? აი ხელახლა რომ შემეძლოს, აი არ ვიტყუები შვილებს ფიცავარ, ხელახლა რომ შემეძლოს მე ამის გავლა. რომ მომისაჯონ ხო? კიდე გავივლი. იმდენად აი როგორ გითხრა. თვითკმაყოფილი კი არა. ისევ ჩემი თავის შესაგინებლად ვიყენებ ხოლმე, რომ შეკაიდეთ მამიშვილი. თუ ესენი შეგეძლო. რაღაც გააწამე სხვაც და შენც რატო გაწამდე? აი გვაინტერესებს ხოლმე ჰონორარები რა იყო? აი მაგალითად ნატურის ხეზე ზაზაკოლელიშვილს რამდენი გადაუხადეს? გეტყვი ხა, ნატურის ხეზე ვიყავი მთელი დღეში ვიღებდი 7 და 30. 7 მანეთს და 30. ლიკა იღებდა 13 მანეთს, სო იღებდა 13. მე მთელი წის ნაშრომი ავიღე 700 ლარი. მანეთი. და აი რა მოდიოდა მაშინ იმ 700 ლარად, აი რა სიზავდი? 700 მანეთი ზაპოროჟეცი. ხო. მაინც გეტყვი მე. კუკარაჩაში ავიღე 3000 ორ კვირაში. მაგრამ მთელი წელიწადი 3-3000 ვიღებდი ყოველ 3 თვეში ერთხელ, იმიტომ რომ 57 მილიონმა ნახა. და ყოველ 500.000-ზე პრემიებს გვიწერდნენ და ერთი წლის შემდეგ რუსებმა ჩაგვიხსნეს პრემია, იმიტომ რომ ბევრს ვიღებდით რა. ეს იყო ფილმი, რომელიც გადიოდა ძალიან ბევრ ქვეყანაში გაიყიდა და კინოთეატრებში მარტო საბჭოთა კავშირში 1000 კლუბი წარმოვიდგინეს, სადაც გადიოდა 50 კაპიკად. და მთელი ევროპამ, აღმოსავლეთ ევროპამ ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა ხო ნახეს. იქ ხო ნახეს, რა ქვიან, ირანმა ნახა, ეგვიპტემ, ვიღაც სადაც, საბჭოთა კავშირი იყო, ყველამ ნახეს და ძალიან ბევრი ფული მოიტანა. ეს იყო თან თქვენ ესეთი ბედიც ზაგემთხვათ, რომ აი ესე ზუსტად მაყურებელზე, ფართო მაყურებელზე გათვლილ ფილმებში გქონდათ თავარი როლები, მაგრამ ამავე დროს, ეხლა
ნატრისხე არის საავტორო ფილმი, ეს ხო არ არის მასობრივ, ეს ხო, მაგრამ ნატრისხე იყო პირველი პრეცედენტი, რომ უცხოეთში ისეთი კარგად გავიდა, რომ რაღაცა თანხაც მოხდა. და მე მახსოვს ესე კადრს გარეთ მოსმენილი ამბავი, რომ ნატრისხემ როცა მიიღო იტალიაში დონატელოს დავითი, ეს არის მთავარი პრემია და სხვა შორის ეხლაც გაიცემა და სულ ცოტა ხნის წინ სოფი ლორენმაც კინოში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. და ეს ჯილდო როცა მიიღო ნატრისხემ უმაღლესი ესთეტიკისთვის, იქ იყო ფულადი ჯილდოც, რომელიც შეიძლება და მხოლოდ აბულაძეს დარჩენოდა, მაგრამ მან გაუნაწილა მსახიობებსო, ეგრეა? მან გაუნაწილა მსახიობებს. კარჩი შენ არა. რა ქვია, ოთარი მეღვინე თუხცესი, ქალბატონი სოფიკო, სესილია, ბატონი ოთარი მეღვინე თუხცესი, ციცი, 6 კაცი მე მგონი, ბატონა თენგიზმა უთხრა, რომ აი ამათ მიეცითო და როგორ გიბარებდნენ, იმ შვიდობის ფონჩი გარიცხინებდნენ და სესილიას აწერინებენ ხელს და ერთი მომცა ავტომატი ეხლა რაფერ დაგივლიდით ყველას. სესილია შვიდობის ფონჩი რა უნდა და ბიჭო არტისტებს განარა. და ამაზე მომაგონდა მიშა ჭეაურელმა ერთ-ერთი ფილმი როცა გადაიღო იმ ზუსტად სტალინიზმის ხანაში, თურმე მიიღო კიდე ერთი პრემია სტალინური და ამას ახლდა დიდი თანხა. ხო, აბა, დიდი, ყველაზე დიდი სტალინური პრემია. ან ბელადმა რომ ხელი ჩამოართვა, უთხრა რომ მადლობა მიშა რომ წითელ არმიას ტანკი უყიდეო და გადაიწყინა ტანკის შესაწევა. ხო, ეგეც იყო რა. ნახე, აი ძველად ჰონორარს რო ვიღებდით, კოტე დაუშვილი გვეუბნებოდა, გამოვდიოდით და პობედას ვყიდულობდით. მე მაინტერესებს კიდე ცენზურის ამბები როგორ შემოდიოდა ნატრისხეში, აი პრობლემები თვითონ ამ ფილმს როგორ შეექმნა, იყო რამე რაც იცი რა არის, ეგეთი რამე ნატრისხეზე იმდენად არა, მაგრამ თენგიზას მიუტანეს რომ ფესტივალზე რომ გაეშვათ, კაცო აიღეთო ეს თქვენი პარტბილეთიო და არა ვარ პარტიისე, კაცო ფესტივალზე ვერ გაგიშვებთ ისე აიღეთ, შეიყვანეს პარტიაში. ან შენ მაგერს ხვას უშვებდნენ რუსს. ვა. ბატონო ზაზა, ლიკაზე არ შემიძლია რომ უფრო მეტი არ გკითხოთ და ვიცი ეს მართლა რაღაც საოცარი ამბავი, ორი ბიჭი, ორივე შეყვარებული ამ მართლა ღვთაებაში, მაგრამ აქ კიდე ერთი ამბავია, რომ ბოლოს ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, ვისაც ლიკა ქავჟარაძე ესაუბრა და ვინც ნახა იყავით. კი არ მესაუბრა. 3 თვე განუწყვეტელი კავშირი გქონდა. აი განუწყვეტელი, მივდიოდი ნათიამიცოდა რომ ელიკასთან მივდიოდი, იქ საკმაოდ დიდხანს დავყოფდი ხოლმე, ლაპარაკობდით. ბერმოეს რომ ლიკას გაუკეთეთ, მერე გამოფენა. ნახა ლიკას ნახატების გამოფენა და პირველმა მე ვნახე, აი ახლა ბორშს აკეთებ და მე უნდა მივსულიყავი. აი ძალიან ისეთი ნატრისხის პერიოდში ჩვენ ხო ბავშვები ვიყავით და ისეთი ურთიერთობა არ იყო. აქ იყო რომ ლიკა შეაფარა თითქოს ჩემ ჩრდილს თავი რომ რაღაცეები ეთხოვა და აი როგორ აღდგა ეგ ურთიერთობა? მეც ხო ცხოვრება გადის რაღაცა ზაზუშ დამირეკა ზაზუშ მოდი რა ჩემთან და განაახლეთ მეგობრობა. რა მინდოდა ეგრევე მივარდი და რა გინდა მეთქი გოგო მოდ დაბლიოთ რა. და მე ცოტას ვეპარებოდი დავლიეთ და მე მოდ მე ვთხარი საქმე არ გვინდა სხვა დავაი მივხედოთ საქმეს რა გიჭირს რაღაცა პრობლემა იყო გავაკეთეთ. მე მოდი რა ნათიას ვთხარიო რომ სცენარი დაწეროსო და აი ეს კინო მინდა ოღონდ გადავაქართულოთო თუ გახსოვს არის ესეთი ფილმი რა ქვიან როუზების ოჯახი. დენი დევიტოს რეჟისორობით არის მაიკლ დუგლასი და ეს ქართული ვერსია უნდა გაგიკეთებინათ თქვენ და ლიკა. უნდა გადამეღო ოღონდ მე და ლიკას უნდა გვეთამაშა ნათია დაგვთანხმდა. ეს მე მგონი აქამდე არსად არ მოგვისმენია ეს ამბავი. ხო არა ვერ გაიგებდი იმიტომ რომ ესე იყო და მე 4 შაბათობით მიღება მქონდა ხოლმე დეპუტატის საკრებულოს პოლიტიკაში რომ ვიყავით და ჩემი გოგო მახლავსთან უფროსი ნინო რა და გავიარეთ და შენ მეთქი ადი ნათიასთან
იცოდა რა ტაქსმოს უთხარი და მე აქ ჩამოვალ ლიკასთან მეთქი აუ მამაო აზრი არა აქ ეხლა დამალვასო და თურმე იცის დარეკეს და აუ ლიკა აღარ არისო და ეს რომ მითხრა და აი თავში რომ დამარტყა რა მორი და ავვარდი და პოლიციელები ამტორებდნენ იმას კარებს და მე ვთხარი მოიცამ მეთქი და გავაღეთ გურამოციკ იყო მაგის ბიძაშვილი და შებედი და აი პირველი ფოტო მქონდა და დამეკარგა თუ რაღაცა როგორ იწვა ჩაცმული ბორში ცოტა მიმწვარი იყო ეთყობა ბორში აკეთებდა და რა გიყვარს და ბორში მიყვარს ჩემთვის უნდა დაეხვედრებინა და წამალს სვამდა გასახდომს რაღაცას და ის წამალი ედო და გულის მოკლედ ესეთი ამბავი იყო და მე დაკრძალვაზეც აი სცენა რაღაცნაირად განმეორდა, იმიტომ რომ როცა უკვე ბოლო საათები იყო, არავინ არ თქვა სიტყვა, ესე ხო არის ჩვენთან წესით, რომ ვიღაცების სიტყვით გამოდიან, აი როგორც ფილმში არის ეს დუმარება, რითიც მთავრდება თქვენი შედევრი, აი ესე დაემშვიდობა ლიკას მთელი ქვეყანა მაშინ რა. ძალიან ისეთი იყო. მე ესა უცებ სოსოს ასვლაც და ბატონ ზაზა, მნიშვნელოვანი ეტაპი არის თქვენ ცხოვრებაში, როცა 91 წელს, უკვე როცა პრინციპში ის სისტემა საერთოდ მოიშალა, თქვენ აკეთებთ თქვენს ფილმს, ნათია არის თქვენი მეუღლე, ნათია გოგოჭურის სცენარისტი, სცენარის ავტორი, ეს გარიგებაა, რომელმაც მაშინ მართლა აი ამ დამძიმებულ საზოგადოებას, მოწყენის, დიდი ძვრების შემდეგ სიხარულის მუხტი მისცა, ხო? აი ეს ძალა, რომ როცა გარშემო ყველაფერი იგრევა, მე უნდა კინო გავაკეთო. აი ეგ იყო პროტესტის ანუ გია იღებდა მოკვეთილს და რომ მივედი, ერთი მართლა უკვე ბებერი ხარო გია მე. რა ბებერი ვარ მე ვთხარი, გასა. ხო და ლევან მე ვთხარი რომ მოდი მეთქი რა მე ბახა მინდა მეთქი რა ბახა და ლევანი ჩონთა და კაი დუეტი გვექნება მეთქი კაროჩე და გავბრასდი წამოვედი არ გადაგიღებ всё ახალგაზრდა მინდაო და ისიც ხო მაგის გაზდილი არა ვარ არ ვიცი და გადაიღო რა მართლა ჩვენივრად გადაიღო იქ ბიჭები ვინც გადაიღო მაგრამ მე ხარ ის მე ვარ რომ არ უნდა გავაკეთო რამე და დედაჩემი სასამართლოს ესწრებოდა ჟურნალისტი იყო ამ ქალის მაროსი ეს არის რეალური ამბავი რომ თელავში ხდებოდა და ისეთ სენსაციური იყო რომ ჟურნალი აშუქებდა ხო სენსაციური იყო აბა როგორია ქმარი როგორც ძმა ქალმა შეასაღა სხვა ადამიანს და გააყოლა როგორც ძმა მე შენი მული ვარო და გამოზიდა ყველაფერს და წამაიღე ფაქაო. და ამ ამბავს ფილმისგან განსხვავებით რეალურ ცხოვრებაში სხვა დასასრული ქონდა? რა თქმა უნდა, ქმარი მიაკუთვნეს ვინც იყიდა. იმას დარჩა ის. ხო. ეს ქალი მე მოვიდა პრემიერის მერე და წამოო და მე თვარ უნდა ვამბობდა. მორგში მუშაობდა და იქ დამპატიშა და რაღაც მარმაროზე გაშალა სუფრა და იქავს რომნი. მაგრამ დალევაზე უარი მაინც არ უთხარი ახლა ამდენი ქალი გამოვალ იმიტე და კახელებმა როგორ მიიღეს მე მახსოვს ესეთი ამბავით რომ ახლა სიყვარული ყოველას უნდა რომ გიორგიმ გადაიღო ნუ კახეთი ძალიან გაბრაზდა ამაზე სხვათა შორის ველისციხის კოლმეურნეობამაც თურმე წერილი გამოაგზავნა რომ ესო და ხო და აი თქვენ გაგიბრაზდნენ თუ აი როგორი ამბავი შენ წარმოიდგინე არა მაგარია ეს კახური ამბები და ეხა კახეთზე კიდე ერთი მაგრად რო კახელობდა ნუ გიორგი შენგელაიას კახელობდა არა კახელი იყო კახელი არა მამა არ ყავდა კახელი და ამიტომ არ თქვი ასე თორე კახელები ედულეჩია გაზდილი რა ხო თქვენი უახლოესი ადამიანი იყო მეჯვარეც მათ შორის და არაჩვეულებრივ შესანიშნავ შვიდეულში ღარება და გოგიაში თქვენ იქ გწყინავთ ამ ფილმზე როგორ იყო ამბავი ამ ფილმზე მოგიყევი უკვე როგორც იყო და აქ გეტყვი იმას რომ
ლევანას ეუბნება გიორგი, რომ ლევან თედიაშვილი აბა ლევანა არის ამ დროს კაკაბეთის მეურნეობის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის უდიდესი მეურნეობა. დღეარ გასულა ლევანის 4 ფეხი ან 2 ინდაურზე ნაკლები არ დაუკლია და რამდენს მოგცემო იციო ლევანას ეუბნება გიორგი, რამდენსო? 10,000. 10,000 ისაო მარტო ინდაური მყავ მოყვანილიო. ლევანი. არ უნდოდა. თედიაშვილი იყო მსოფლიოს ოლიმპიური რამდენგზის ლევანის ყველა ტიტული ჰქონდა. და დაჟე ბოდიშით, რო გაუჭიდათ კიდეც ირანში. სამბოში გამოვიდა და ოლიმპიური ოქრო თავისუფალში ხო აიღო და იმაშიც აიღო ოქროს მედალი და მაშინ იყო შახმას თხოვა. რომ აი შახს თხოვა რაღაცა დიდი ფულადი პრიზი იყო და მე პრიზი არ მინდა. აი მაზანდარენელი რო გიზისო იქო ჩემი ძმაკაციო მოჭიდავეო იმას ნუ დახვრიტავო და შეუმცირეო საჟელიო და აი შახმა რა თქმა უნდა და გამოუშვა. ესეც კიდე ერთი უცნობი ამბავი ლევან თედიაშვილზე, რომელიც იყო მართლა ლეგენდა და ფილმშიც არის ძალიან კარგი. ეს გიორგის ოსტატობაც იყო? თუ თვითონ იყო თვითნაბადი იყო, მე კარგად მოუხდა როლს მოუხდა რა. ჩოხაც? ხო, ყველაფერი, ყველანაირად მე არ არტისტობდა. რაც იყო იმას აკეთებდა. ომარიმაც მაგიტო მოიგო. და ომარ ფხაკაძე კიდე ასევე უდიდესი ლეგენდა ჩვენი ველორბოლის, გიორგიმ რო გადაწყვიტა რა თქვა თედიაშვილი და ომარი გადაეღოთ, სულ მომწონდა ომარიო, როცა ხედავდიო ამ ველობილიგზე და მართლა სულ ფიქრობდი რომ აი ვესტერნის გმირიაო, მაგრამ მე მითხრაო რომ ბატონო გიორგიო, მე აი რო გადმოვდივარ ველოსიპედიდან და ჟურნალისტებს ორი სიტყვა რო უნდა უთხრა, იმას ვერ ვამბობო და რა კინოში გადაღებაო, თქვენი იმხელა პატივისცემა მაქვს, წამოდითო თუ გინდაო ზამთარი იყო, აი ყელამდე წყალში ჩავდგებიო და ვიდგები, ოღონდ კინოში არ გადამიღოთ რა. მაგრამ მე ბოლოს დაიბარა. არა, იცი რა იყო, მე გუნდიც კარგი შეიკრა. თვითონ ბიჭები საძმო ვიყავით ძალიან ისეთი რა. და მე მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა. ფილმი. ეხლა ვიღა დავრჩით. მე და ვახო ფანჩულიძე. აღარავინ აღარ დარჩა. ბიჭები. და ზურა ახმოვანებს გია, ჩვენ ჯაფარი ჯვარი ეწეროს. კი. და ზურა ახმოვანებს ომარს, ხო? ომარს ზურა ახმოვანებს, კი. მსახიობს წყდება გული, როცა სხვა ახმოვანებს. ძალიან და შეთე ვიცი რომ არ არის თქვენი გაახმოვანება. ხო, მაგრამ იქ მომწონს მერაბიმ გაახმოვანა და კარგად არის გაახმოვანება. ანუ მანდ არის საქმე რომ გააჩნია ვინ გაახმოვანა. ხო. და როგორ? კი. მე მგონია რომ ლიკასაც ქალბატონი თინამ გალოვლიშვილი ფანტასტიკურად, ხო. აი მაგან მე გეტყვი რა, ლეილა ძიგარაშვილი იყო გაახმოვანების დიდოსტატი. მე გეტყვი კოტე დაუშვილი, ლეილა ძიგრაშვილი, ნათელამ გალობლიშვილი რო დადგებოდნენ. რაღა დუბლიაჟს რო აკეთებდნენ, პირველად შეხედებდნენ ტემპორიტმს, მოტრიალდებოდნენ და მოარტყას ოსტატები რო იყვნენ რა. არტიკულაცია უნდა მოარტყა არტიკულაციაზე, ხო? ესენი იდგნენ, თქვათ, აი, უკან არის ეკრანი, ხო? მიდის უკან. აი ესე იდგნენ და ჩრდილები რო თამაშობს იმაზე აკეთებდნენ არტიკულაციას არ ტყავდნენ იმაზე. მგონია რომ რაღაცა ეს სკოლაც დაიკარგა, იმიტომ რომ აი ხო, დაიკარგა. ხო და მე მაინტერესებს ის რეჟისორები, რომლებიც სხვადასხვა ფუნჯით ხატავდნენ, თქვა აბულაძე და გიორგი შენგელაია. თავარი რა ისწავლეთ მათგან? არის რამე რაც აი ეს მაგ აბულაძისგან. აი ეს მაგ გიორგისგან, იმიტომ რომ სხვადასხვა ტემპორიტმის ადამიანი იყო. ორივე იყო უზურპატორი. ეს სკანდალურია. სკანდალური არა, უზურპატორი კაი გაგებით გეუბნები. თენგიზაც, გიორგიც გაძლევენ შენ საშუალებას იმისას, აი როცა ძმაკაცები ხდებით, მაშინ აღარ არის ის უზურპატორი. იმიტომ რომ ის გეუბნება იმას რაც უნდა. შენ რო აკეთებ რეპეტიციაზე და მიდიხარ იგივე აზრამდე, რაზეც რეჟისორია, იგივეზე რაზეც მხატვარია, ვინც ქმნიან და ოპერატორი. ჩათვალე რომ თამაში შედგა.
მე სულ მაინტერესებდა მანამდელი ფილმები ჩვენი რა. თქვათ აი ზაზა სად წარმოუდგენია რას ითამაშებდა სიამოვნებით. თქვათ აი მეფე გიორგი დიდოსტატის მარჯვენაში. აი დონ დავით კიხოტი. აღმაშენებელში ნიანია ერისთავი მინდოდა მეთამაშა და არა ვთქვათ დავით აღმაშენებელი როს უკვე ნათამაშებს ნაკლებად რო დაინტერესდა. ხო აი რას ვითამაშებდი ვერ ვითამაშებდი იმიტომ რომ გადაიღეს ნათამაშები რაც მქონდა ვითამაშე ეხლა სიამოვნებით ვითამაშებდი აი ანც მოხუც კაც რა ვიცი რაღაცა ისტორიული ფილმში ვითამაშებდი აი ეხლა რაღაცები ისეთი იღება რომ ალბათ თუ იქნება ადგილი ჩვენც მაგრამ იცი რა არის ასაკში რომ შედიხარ უკვე კინოს ცოტა ეს აქვს აბა კაი იცი რა ცოტა ასაკში უფრო ხوار გეზარება აი ხა მაგალითად წელს მე რა მეზარება თქვენ არ კადრებთ ვიზეც ვამბობ კანში ბრძანდებოდა კატრინ დენევი ორი ფილმით წელს სხვათა შორის ერთი იყო ჯენთლმონსტერი მეორე ფარჰადის რომელმაც უკვე სრულად საფრანგეთში გადაიღო პარალელური ზღაპრები და იქ არის იზაბელი უპერიც ვენსან კასელიც ბევრი და ძალიან აი ეპიზოდი აქვს და ორივე ფილმში სხვათა შორის აქვს მეორე ხარისხოვანი როლი ნუ დენევი არის ერთ-ერთი სიმბოლო რომ კანში ყოველ წელს ჩადის ამხელა ლეგენდა და იქ თქვა რომ მე ბოლო დროს უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებსო პატარა როლებიო აი არ შემიძლია ბევრი გადაღება დღე გავატაროო და არის ეს რომ შეგიკითხე რამდენი წელისა ეხლა ნუ არა ხიბლს უფრო ეს ხო არ იძენს რომ აი პატარა მარცვალი რომ შენ გააღვივო იმ ეპიზოდში გააჩნი არ ვიცი ხო აი მიშა ჭიაურელს ეხლა მიშა ვერც მიუახლოვდები და ვერც შევადრით ჩემ თავს დიდი ოსტატი იყო დიდი ოსტატი ძალიან მერე რომ გაუჭირეს საქმე და ისა თავის საქმე ნახა მულტფილმებს იღებდა რაც აქონდა სათქმელი ამ მულტფილმებში აქცოვდა მშვენივრად და აკეთებდა მულტფილმს შენ სათქმეს თუ გაკ დახატავ ნახაც და იმით იტყვი შენ სათქმეს ამოდით თქვათ რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მსახიობი ქართულ კინო ხართ დღეს რო შემხვდე დედა რა ბიჭი იყო დედა რა ყავით ბატონო ზაზა რა ბიჭი იყო ეგრე გეუბნებია მაი რა როგორ არის ფაფახს რომ მოიხდით და რა ბიჭი დადის უცოლოდ ქალებო ხაჭაპურს აყიდნენ ორი ქალბატონი და ჩემი მეზობლა და მივედი და ეს ქალი მეუნება ერთი ჩემი ახალგაზრდობის სიყვარული ხარ ბიჭო ხაჭაპურებს ვინც აყიდნენ და ამაზე როგორი არის პასუხი ვიცი ახლა ჩემი თაობა აბა წარმოიდგინე თქვენ გქონდათ კიდე აი შემოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფილმში პერსონაჟი როგორ შემოდის თქვენ გაქვთ ისეთი გამოჩენა ამ ფილმში რაც აი თელს ქართულ კინოში ზოგადად მე ესეთი დაკვირვება მაქვს რომ ნატურის ხეში ყველა გმირს ისეთი გამოჩენა აქვს იმიტოა გენიოსი ეგ იყო აბულაძე აი კაპ და ისეთ იმით გახედებს გმირის იმაზე რომ და აი რაზე ვგიჟდები 48 წამყვანი პერსონაჟია არა მთავარი არამედ ეს ეპიზოდებით დახუნძლული 48 ადამიანი და მოდი შენ იფიქრე 48 ადამიანზე აი ესეთი ნიუანსები ნუ თენგიზ ყავდა ფანტასტიკური ჯგუფი მისი სტუდენტები ნანა ჯანელიძე გია მატარაძე ვინც ზურაინაშვილი რამაზ გიორგობიანი ყველაფერი მაგრამ ყველას აზრს იზიარებდა უზურპატორი რას გეუნე მოედანზე ბრჭყალებია უზურპატორი ყოველ დღე кейფს მართავდა ყოველ დღე თვითონ სამჭიქას დალევდა მიდიოდა და თქმაც არ მინდა გმირებს ეუნებოდა ძირითადად თვალები არ იყოს სისხლიანი შენ გინდა შპრიცით გაიკეთე დალიე რაც გინდა ქენი მაგრამ საღი რვის ნახევარზე ჯგუფი გადიოდა უკვე
რტო ეს ადგილზე ვიყავით 6-ზე ვდგებოდით რაც საქმეა იმას პირველ რიგში რო აყენებ შენ საქმეს სხვაც ისეთივე იხარჯება როგორც შენ იხარჯები სხვასაც იმდენ თანამოაზრე იმიტომ დგება შენ საბით იქცევა გაიგე კითხოთ კიდე ერთი ბაში თენგიზე რა კი აქამდე მივედით რომ მონანიებაში რატო დამსაჯა მე ვთამაშობდი არსენას მსახიობს სპარტაკ ბაღაშვილს რომელიც შეუშვეს სახში სადაც ჩაის ორთქლი ასდიოდა ეპიზოდს გეუბნები და იქიდან მიხყავდათ საგიჟეჯი სპარტაკი არსენა დამინახა ნასვამი ავედი მეც რო ტუტუცი ვარ თენგისთან გადაღებები იყო დაწყებული არა გადაღებები სცენარია გიას დაბა აღარ დავინახო მოსული არის ეს ეხა სინანულის მიზეზი რაღაცა გახსენდებათ რომ რატო რომ უყურებთ ამ სურათს და რომ მე აქ უნდა ყოფილიყავ აი მე რამდენში უნდა ყოფილიყავ აუ ძალიან მიხარია რომ ესეთი დიალოგია იმიტომ რომ არ უყვართ ხოლმე მსახიობს აი რამაც გვერდი აგიარა ეხლა იცი რა არის აქ მე ერთი რამე შველის ეს მე რო არ მოყვე ვიღაცამ შეიძლება ფარხმალი დაყაროს და რაღაცის მონაა ხო ვთქვათ აი ეს უნდა იცოდეს მართალია ჩვენ არ გვიყვარს სხვის მაგალითებით ცხოვრება მაგრამ მე ვეუბნები რომ არსებობს რეცეპტი რომელსაც ქვიან ნების ყოფა თავის უფლება შენი თავისუფლება არავინ გართმევს შენ რას არგუნებ თავისუფლებას შენ თავს შენ შეგიძლია იყო ესეთი მაგრამ არ უნდა გააკეთო როცა შენ თავს ეუბნები ეჩხუბები რასაც როდესაც შენ თავს იძულებულს ხდი რომ ეს არ გააკეთოს მაშინ გაკომი მოგებული და არა აუ დალევა მინდა და წავალ დავლევ ის მინდა და ამის აბა ის ხალი ხომ მომწონს იმის დედაც ეგრე არ უნდა იცხოვრო არ მიცხოვრია და არც არის საჭირო კი გქონია ალბათ სისუსტეები რაღაც მაგრამ შორს არის რაღაცა იდეები ის სირთულეები რაც ცხოვრებაში გადაგხდათ რომ კინოში ზაზამ ერთხელაც რაღაცნაირად თავი მოუყაროს ღირს კი ან აი ახლაც რო ვთქვი ხო იცი რომ არავის არ უყვარს მაინდა-მაინც რომ ახსენებ რაღაცებს მაგრამ მე არ ვახსენებთო მე ვაფრთხილებ მე ვეუბნები რომ მე ვიყავი ეგეთი მე ზაზა კოლელიშვილი რომელსაც შეეძლო უფრო მეტისთვის მიეღწია გახდა სასმელის მონა რაღაც პერიოდი გახდა ეგოისტი რაღაც პერიოდი მარტო ჩემ თავზე ვფიქრობდი მარტო შენ თავზე რო ფიქრობ ძნელია ხო არა ხარ მარტო არა როგორა ვარ 11 შვილი მყავს და 5 შვილი 32 წლისაა ჩემი უფროსი შვილი აი როგორ შეიძლება მე მარტო ვიყო და ესენი ფეხებზე დავიკიდო მაშინაც არ მეკიდა მაგრამ ჩემსაც მაინც ვაკეთებდი მაგრამ აი ჩემსაც ჩემი თავისუფლება იმით შევზღუდე რომ მე იმათთან ერთად ვარ თავისუფალი კი და აი სასმელზე ვინც არიან ხო დამოკიდებულება ესე მზა რეცეპტი რა თქმა უნდა არ არსებობს ამისი რამდენი ბრძოლა გადაიხადეთ მაგრამ ალბათ თავარი მაგალითი რასაც თქვენ აძლევთ არის ეგ რომ როგორც არ უნდა იყოთ გადავარდნილი ამ ამბავში გეტყვი არის გამოსავალი არა აბა არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა თუ არ იქნება საჭირო ამუჭერით რა ძალად 21 წლიდან მიკერებდნენ ვიღაცამ თქვა მაშინ რომ ბიჭო არ სამსახიობოზე კაც რა თუნდა ჩაკერება თო იმან იცის რეჟიმს თვითონ ხვდებ მოგერთ რაღაცას კარჩი 13 ჯერ თუ 14 ჯერ ამაკ ჩაკერილი მერე იყო რაღაც ნემსები კიდე ხო
რაც ჩემინებით კეთდებოდა ის იყო რომ ფხიზელი ვიყავი ბავშვები ჩემი შვილების ფხიზლები მიყავ დაკეთებული ხო მაგრამ მე ბიჭო იცი რა არის საშინელებაა ეს ლოთობა გიკერებენ შენ ეს წამალი გატორმუზებს მაგრამ მე ვერ ხვდებიან ეს ჩვენი ძმები ჩემი კოლეგა ლოთები რომ შენ იკავებ თავს რაღაცის შიშით რაღაცის იმით მაგრამ როცა მოუშვებ შენ ორი იმდენსასვამ გაიგე რომ მოასრო იმიტომ რომ იცი რომ კიდე ოჯახში კარგად იყოს საქმე იმაში კარგად იყოს საქმე გადაღებაზე ისევ სხვა მარათონი იწყება ისევ ის მარათონი რომ წელიწადი ითმენ მე ეს ყველაფერი ცოცხალმა გადაბიარე ისე რომ ბოლოს რო გაკეთებული მქონდა იმან ისე გამიარა ამ საკუთარ თავთან ბრძოლაში 5 წელია რის წამალი რა წამალი სიგარეტზე 52 წელი ვეწეოდი ჩემ დაბადების დღეზე 69 წლის რო გავხდი იმ ღამეს 4 საათამდე მაწევინა საკუთარმა თავმა დილით ვეღარ ჩავიდე სიგარეტი წელიწად ნახევარია სიგარეტი არ მომწევ მინდა არ მინდა არ მინდა მომინდება აი რაღაც მომინდება ხოლმე სიგარეტი სიტყვაზე ან დალევა როგორ არ მომინდება ცოცხალი კაცი ვარტო ყურძნად ძალიან საინტერესოა ეს ჩვენი დიალოგი და თქვენი მოსმენა ყოველთვის ყველა თემაზე და მაინტერესებს გავიგო გეგმები აი ეხა რაზე მუშაობთ რა შეიძლება რომ ეხა ჯერ გეგმები ის არის რომ მადლობა ღმერთს ყოველდღე ვიღვიძებ რომ ცოცხლები დავდივარ 70-ს რო გადაცდები ყოველი დღე არის ნაჩუქარი უფლის ეგრე არ არის ქანიც ეწევიანო როგორ არის ქანი სადა თურქა რა გაქრით უნდა გაწიო შენს კიდე პროტეზი გავიკეთო შკისა მადლობა შენ რომ რა ვიცი მე მგონი რაღაცები თქვი რაც აი ვთქვათ რაც გულს მეჭიდებოდა და მინდოდა მე თქვა და ფიქრობდი ღირს ამაზე ლაპარაკი ღირს მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის და თუ თქვენ გექნებათ სურვილი რომ ჩვენთან იმეგობროთ დაგვიკავშირდით მოგწერეთ სოციალურ ქსელებში და ვეცდებით რომ ჩამთვალეთ თქვენ გვერდით ყოველთვის მადლობა ბატონ ზადა თქვენი მხრიდან აი არიცით ეს რამხელა ნაბიჯია რომ შენ ვერ მოხვედით გასწავლე ბატონ ზადა ვინ არის მადლობა ამ მეგობრობისთვის და ყველაფრისთვის იმას რასაც აკეთებთ ამ დროის მანძილზე ქართულ კინოში და მე ველოდები მაგალითად რომ ცოტა ხანში მიგვიწევენ პრემიერაზე ზაზა კოლელიშვილი როგორც რეჟისორი საკუთარ ფილმზე როცა დაგვიძახებს შენ პირშაკა მადლობა გულია ეხა ვეჩვევი მეც პოდკასტის დროს ხელი როგორ უნდა ჩამოართვა ადამიანს თუ მოგწონთ ეს სივრცე ეს გარემო და უნდა გითხრათ რომ გარდა გარემოსი ძალიან სასიამოვნო ადამიანები მუშაობენ ამ სტუდიაში ჩვენი პოდკასტი იწერება Lemon Podcast სტუდიაში და დაუკავშირდით აუცილებლად თქვენი წარმატებული მომავალი პროექტების განსახორციელებლად მე გემშვიდობებით ეს არის პოდკასტი შანტრაპა და მადლობა რომ ეს დრო ჩვენთან ერთად გაატარეთ და გვიყურეთ. სხვათან შორის კაი სახელი. აი ესე რამდენი ვილაპარაკეთ ამ ბოჰემურ ცხოვრებაზე და შანტრაპა აქვე